პრობლემა ნამდვილად ბევრი გვაქვს. ამას ვერც დავმალავთ, ვერც მივაყუჩებთ. მაგრამ ჩვენთვის ჯერჯერობით მთავარი პრობლემა მაინც ფიზიკური გადარჩენაა. ვიდრე არსებობს ჩვენი როგორც ხალხის გაქრობის საფრთხე. ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მსჯელობა, მეტი რომ არ ვთქვათ, თავის მოტყუებაა. სიმართლისთვის თვალის არიდებაა. უფრო მეტიც ბრძოლის ველიდან გაქცევაა და გავრბივართ კიდეც. არც ამის დამალვა დაგვაყრის ხეერს. სოკოებივით მრავლდება საზღვარგარეთ ქართულისათვის ტომოები, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის უაღრესად სახიფათო მოვლენაა. რასაკვირველია, უმიზეზოდ არავინ მიდის, მაგრამ მიზეზს პრობლემის არ იყოს, რა გამულევს. თუკი საზოგადოებაზე მაღლა პირადულს დავაყენებთ, ანუ ქვეყნის კი არა, თავის გადარჩენაზე ვიფიქრებთ მხოლოდ. ყველა მიზეზი საპატიოა შინიდან წასასვლელად. როცა შინ ყველა იმედი ამოწურულია. უფრო მეტით, სიბრიყვეც და სილაჩრეც ერთგვარი ალიბის მნიშვნელობას იძენს და პასუხისგებლობის გრძნობიდან განთავისუფლებს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თვალში. დალაგდება ქვეყანა და ჩამოვალ. ამ პირობით ტოვებს უმრავლესობა აქაურობას. მაგრამ იმას კი აღარ ამბობენ, ვინ დაალაგებს. ერთ-ერთი ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ტელევიზიის მეშვეობით შემოგვითვალეს, თუ საჭირო შეიქმნა, ჩამოვალთო. მადლობის მეტი რა გვეთქმის აქ დარჩენილებს. რაენა წახდეს ერიც და ეცესო, გვაფრთხილებდნენ ჭეშმარიტი გულშემატკივრები და აჰა, წავხდით და დავეცით. ამის ბრალია უვიცობის, უგემოვნობის, უზნეობის დღემდე არ ნახული აღზევება. ამის ბრალია სუროგატის მომრავლება კულტურის ნებისმიერ სფეროში. ამის ბრალია შინააშლილობა, გაუთავებელი დაპირისპირებები, ანგარიშწორება, ღირსეულთა დაკნინება და უღირსთა განდიდება. ამის ბრალია საკუთარის უარყოფა და უცხოურის გაფეტიშება. ერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა, უფრო სწორად, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა მცხეთის ჯვრის მონასტრის ფონზე თავის მცირეწლოვან შვილებს ქართული გულითადობით თუ ამერიკული პრაგმატულობით უთხრა, თუ გინდათ, კარგი ამერიკელები გაიზარდოთ, ფესვები არ დაკარგოთ. იცოდეთ, საიდან მოდიხართო. კეთილი და პატიოსანი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ და საერთოდ ვისი რა საქმეა, რას ურჩევს საკუთარ შვილებს მამა, ვინც არ უნდა იყოს ის, ცნობილი ხელოვანი თუ ჩვეულებრივი არარაობა. სამაგიეროდ, დიახაც რომ შემაშფოთებელია ჩვენთვის, როცა მთელი ქართველი ხალხი უყურებს და უსმენს ყველაფერ ამას და არავის უჩნდება სურვილი, მორიდებულად მაინც უსაყვედუროს ტელევიზიას ამგვარი ანტიეროვნული გადაცემების სიმრავლე. ამგვარმა ტელეგადაცემებმა თავიანთი ობიექტურობითა და უშუალობით ადვილი შესაძლებელია დათვური სამსახური გაუწიონ ისედაც დაბნეულ ახალგაზრდას. გადაადგმევინონ არასწორი ნაბიჯი. თუკი ჩვენი ტელეწამყვანები თუ ტელეკომენტატორები როგორმე არ მოერევიან მდაბიური მაამებლობის ჟინს და საკმაოდ იაფასიანი ქათინაურებით კი არ იარშიყებენ ღია ეთერში სახელგანთქმულ ქართველ უცხოელებთან, არამედ გარკვევით აუხსნიან, განუმარტავენ ტელემაყურებელს, რა უბედურია სინამდვილეში ჩვენი ყოფილი თანამემამულე. რამხელა ცოდვას ჩადის საკუთარი შვილების წინაშე. არაფერი რომ არ თქვათ მშობელ ხალხსა და სამშობლოზე. უბედურია. ჩვენ კი ბედნიერად გამოვყავს. რატომ? გვეშლება თუ უკვე ამდენსაც ვეღარ ვხვდებით. აი ეს უნდა გავარკვიოთ მე და თქვენ. უპირველეს ყოვლისა და მერე ვისაუბროთ სხვა მტკივნეულ პრობლემებზე, რომელთა არსებობაც ისევე გამართლებულია, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი თუ ცხოვრებისეული მოვლენისა. პირობას გაძლევთ. პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვცოცხლობთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვჩება და რაც თავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და
სურვილი გვექნება. ოთარ ჭილაძე. ბატონ ოთარის შემდეგ, სიტყვების შემდეგ, ეს ამონარიდია მის ერთ-ერთ ინტერვიუდან, ჩემი ანალიზი და კომენტარი სრულიად ზედმეტია, მე მხოლოდ ტრადიციულად ჩემი ემიგრანტული გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. 22 წელია ემიგრაციაში ვარ და მეც ყველასავით დალაგდება ქვეყანა და ჩამოვალო. ვცადე კიდეც რამდენიმე თვე, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ ხაზი მინდა იმას გავუშვა, რომ 10 წლის წინ, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როგორც აბსოლუტურ უმრავლესობაც, მეც საკუთარი თავი იმის გამო, რომ ემიგრანტი ვარ, გმირი მეგონა. ვიცი, საერთოდ თემა ემიგრაცია ძალიან სათუთია და რასაც ახლა გეტყვით, ალბათ ბევრი ან უმრავლესობა არ დამეთანხმებით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხრივ ჩემი გამოცდილებაა და მეორე მხრივ ეს არის ფსიქოლოგიური ახსნა იმისა, რასაც გეტყვით და თქვენი ნება თუ გინდა მიიღეთ თუ გინდა არა. და 10 წლის წინ მეთქი, იმიტომ ვახსენე, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც თანამემამულები ვიყავით შეკრებილი სუფრასთან, რა თქმა უნდა, ტრადიციული სადღეგრძელოები იყო შევსვით სამშობლოსი, ომში დაღუპული გმირების და იქ მყოფმა სტუმარმა ცოცხალი შესრულებით ჰერიო ბიჭებო იმღერა. მე ტირილი დავიწყე. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც იმ სიმღერაზე ან ნებისმიერ სიმღერაზე, რომელიც სამშობლოს მონატრებასთან სიყვარულთან არის დაკავშირებული, ვტიროდი ან ვტირი ვარ დღესაც. და ამ დღის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დღემდე არსებობს. და ესა ჩემი ცრემლები არ იყო ბახუსიდან გამომდინარე. გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ მე ფხიზელიც ვტირი ვარ, როცა თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა ახლა. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მეორე დღეს რომ ვნახე ვიდეო, არ მომეწონა. არ მომეწონა ჯერ ერთი, იმიტომ რომ სრულიად ვიდეო მთლიანად მესჩანური იყო. მაგრამ ეს არ იყო თავარი პრობლემა. მესჩანური იყო სუფრის სცენით და ყველაფრით, ალბათ მიხვდებით, ხო? სხვა რაღაც მჭამდა, სხვა რაღაც მომხვდა გულზე, სხვა რაღაც არ მომეწონა და თვეები და წლები დამჭირდა, რომ მიმხვდარიყავი, რა იყო ეს, რაც არ მომწონდა ამ ვიდეოში. არა და თითქოს არაფერია, ცუდი ხო? ბახუსში ხარ თუ ბახუსის გარეშე სამშობლოზე სიმღერა გესმის, დაღუპულ გმირ ბიჭებზე სიმღერა გესმის და ტირი ხარ. თითქოს ამაზე სული შემძვრელი და ლამაზი რა უნდა იყოს, ხო? მაგრამ რაღაცა შინაგანი ხმა არ მასვენებდა და ეს შინაგანი ხმა როგორც შემდეგ საკუთარ თავზე დაკვირვებით, გარედან დანახვით, ფიქრით, ანალიზით მივხვდი და რა თქმა უნდა ბატონ ოთარ ჭილაძის სიტყვების შემთხვევით არ წავიკითხე ახლა. ბატონ ოთარ ჭილაძეც ძალიან დამეხმარა ამ ჩემი აზრების მტკიცებულობაში, ასე ვთქვათ, რომ ეს ცრემლები მაშინაც და დღესაც სამშობლოს სიყვარულიდან კი არ გამომდინარეობდა. სინდისის ქეჯნიდან. ანუ მე ვტიროდი არა იმიტომ, რომ სამშობლო მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მენატრებოდა და მენატრება, მაგრამ ეს არ იყო მონატრების და სიყვარულის ცრემლები. ეს იყო სინდისის ქეჯნის ცრემლები, რომ მე ვერ ვივარგე ჩემი ქვეყნისთვის. ალბათ მეგონა, მეტი წარმოდგენა მქონდა საკუთარ თავზე, რომ მეც შევძლებდი. არა და რეალურად, მოდი თვალებში ჩავხედოთ ყველამ საკუთარ თავს და ვაღიაროთ, რომ არავის სამშობლოს გადასარჩენად არ მოვდივართ.
ყველა პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ ოჯახის გადასარჩენად მოვდივარ. Ვიცი ძალიან მტკივნეული თემაა, ძალიან სათუთი თემაა. კიდევ ვიმეორებ, ალბათ უმრავლესობა არ დამეთანხმებით თქვენი ნებაა, მაგრამ თუ გინდათ ფსიქოლოგიური ახსნა მოუძებნოთ ამას და გაინტერესებთ და მზად ხართ მიიღოთ, ეს არ არის კრიტიკა, ან ეს უბრალოდ ადამიანის პიროვნების თვითშეფასებაა. ტირი ვართ იმიტომ, რომ სინდისის ქეჯნა გვაქვს და ეს მე უბრალოდ ახლა ემიგრაციის თემა ავიღე და ამიტომ ვამბობ ემიგრანტები, მაგრამ მე ვიცი საქართველოშიც და ბევრი არის, რომ სამშობლოს არ არის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ არ არის აუცილებელი ემიგრანტი იყო და ტიროდეს სამშობლოს ხსენებაზე, ან სადღეგრძელოს მოსმენისას, ან სიმღერის მოსმენისას, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ემიგრანტია თუ არა, თუ მას სამშობლოს ხსენებაზე ცრემლები ერევა, ესე იგი მაშინ ჯერ კიდევ არის რაღაც შერჩენილი. და ეს არის სინდისის ქეჯნა. ეს ხმა, რომელიც უფრო მეტად გაუთვითცნობიერებელი გვაქვს. არ ვიცი, რამდენად საინტერესო იყო დღევანდელი ვიდეო თქვენთვის, მაგრამ მინდოდა რომ ჩემი ეს მოსაზრება გამეზიარებინა და მადლობა რომ მომისმენთ.